კი გავარჩინეთ ბაურს, მაგრამ კარგი ამბები, ნაბახუსებზეც კარგი ამბებია, ასე რომ მაპატიე. მოკლედ მადურო უმადურო, რიჟამ happy new year და დატოვა უმადუროდ ვენესუელა. კალამბური ხდება აქ. მოკლედ მინუს კიდევ ერთი დიქტატორი 0 ხალხი 1. აი ვენესუელის წყალი გადმოხსნოდესო, როგორ უნდა ინატრო კაცმა, მაგათ სუდი წყალი აქვს, სამაგერო ნავთობი აქვს ბევრი. მსოფლიოში არიან პირველ ადგილზე 300 მილიონი ბარელი რეზერვით, ანუ 18-19% პრობლემა მე მგონი მსოფლიო რეზერვის. ერთი სიტყვით ესეთი ამბებია და სანამ დამიწერ შეიძლება გიხარიაო გაგახსენებ, რომ ვენესუელა არის იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორის, ვინც აფხაზეთის და ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა, რუსეთის ხათრით. იდეაში ახლა რუსეთი მაგათ უნდა დახმარებოდა, მაგრამ ვილიკაია ნაცია, რისი დახმარების ტრაკი აქვს. ერთი იღანს ხო დაეხმარნენ ეგენი და ამიტომ გამოვიდა ლავროვი და გამოთქვა აღშფოთება. ეგ დამოუკიდებელი სახელმწიფოს სუვერენიტეტში ჩარევა არისო. აი რუსები როგორ უკითხავთ სხვას მორალს და როგორ აკრიტიკებთ დამოუკიდებელი სახელმწიფოს სუვერენიტეტში ჩარევაზე. მთელი თქვენი ისტორია მაგას აკეთებთ. ერთი სიტყვით ყველას გაუხარდა აღშფოთება გამოთქვა ბელარუსმა, ირანმა და რუსეთმა. ამით ყველაფერი ნათქვამია ჩემი აზრით. მოკლედ გილოცავთ ახალ წელს და ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ.